მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი თავაძე, ხოლო თქვენ უყურებთ რა თქმა უნდა დაკარგული დიდებული მესხეთის სერიებს. დრო დადგა მომდევნო სიუჟეტის, სადაც თქვენ იხილავთ აწუყვე ნასოფლარ მუსხს და მოისმენთ მის ისტორიას. წავედით. იმ ისტორიულ წყაროებში, რომლებიც გადმოგცემენ ჩვენ წელთ აღრიცხვამდე არსებული პერიოდის ამბებს, წინარე ქართველური ტომების აღწერისას ამოიკითხება შემდეგი დასახელებები: მუშქები, მოსხები, მუსხები. მაგალითად, ქრისტესშობამდე მე-11 საუკუნიდან მე-9 საუკუნის ბოლომდე ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის კერის, კერძოდ კი ტიგროსის ხეობის დიდი ნაწილის ბატონ-პატრონებად გვევლინებიან მუსხები. მუშქიც, მოსხიცა და მუსხიც სამივე მესხური თემის უძველეს დასახელებას წარმოადგენს. ხოლო ნასოფლარი, რომელზეც ამ სიუჟეტში მოგიყვებით, ჩამოთვლილი წინარე ტომობრივი დასახელებებიდან ერთ-ერთის უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, მუსხის სახელით მოიხსენიება. თავად სახელწოდება კვარნახობს ამ სოფლის სიძველეზე და ამალაგის მასიურად მუსხებით დასახლებაზე. დღევანდელი მოცემულობით გვაქვს ორი მუსხი. აქედან ერთი, რომელიც კვლავ ინარჩუნებს სოფლის სტატუსს და მდებარეობს ახალციხიდან 16 კილომეტრის მოშორებით, მდინარე ურავლის მარჯვენა ნაპირთან, ხოლო მისგან 4 კილომეტრში მაღლა მთაში, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს აწუყვე ნასოფლარი მუსხი. მას უმეტეს შემთხვევაში ძველი, იგივე ძველა მუსხის სახელით მოიხსენიებენ. ნასოფლარში შემორჩენილ მიწისზედა და ძეგლებიდან გვხვდება ორი ნაეკლესიარი, ერთი აღდგენილი ტაძარი და ასევე როგორც სამეურნეო, ისე საცხოვრებელ ნაგებობათა ნაშთები. მათ ფონზე მე თქვენ გიამბობთ ძველი მუსხის ისტორიას. ადგილობრივების გადმოცემით ძველ მუსხს წინათ დამალულ არ ქმევია. და მის სახელწოდებაში სიტყვა მუსხის გაჟღერება განპირობებულია მესხეთში ოსმალთა სამსაუკუნოვანი ბატონობისას განვითარებული მძიმე პროცესებით. ურავლის მარჯვენა ნაპირთან მდებარე სოფლის მაცხოვრებელთა გარკვეული რაოდენობა ძნელბედობის ჟამს ასულან შედარებით ზევით ნასოფლარ დამალულას ტერიტორიაზე და შესაბამისად მათი თავდაპირველი სოფლის სახელი მუსხი ამალაგისათვის უწოდებიათ. ამ გარემოებას ადასტურებს ალექსანდრე ფრონელის წიგნში დიდებულ მესხეთში შეტანილი ჩანაწერები ძველ მუსხზე. ფრონელი ამბობს, რომ 1891 წელს მას თავისი თვალით აქვს სოფლის ძირობებში მტკვრის პირას გამხმარი ვაზის ჯიშები ნანახი. ხოლო მეორე ჩანაწერში ალექსანდრე ფრონელს სიტყვასიტყვით აქვს გადმოცემული ვინმე ქრისტიანი მუსხელის მონათხრობი. ამბავი შემდეგია: წინათ თათარი რომ გვეძალებოდა, თხუნელასავით სოროებში ვძვრებოდით. მზეზე გამოსვლა უბედურებას გვაყენებდა. ცოლშვილს ისე გვტაცებდნენ, როგორც ქორი წიწილებსა. იმ უბედურ დროს ქრისტიან ქართველს მხოლოდ კლდესა და ღრეში თუ შეეძლო სულის მობრუნება, თორემ შარაგზის პირას როგორ გაბედავდა ბინა გაეჩინა. მონათხრობში კარგად ჩანს მიზეზიცა და მიზანიც მუსხელთა მიგრაციის ერთი ალაგიდან მეორეში. გარკვეული პერიოდის შემდგომ ისევ აყრილან მაცხოვრებლები ძველი მუსხის ადგილებიდან და კვლავ ნასოფლარად ქცეულა აქაურობა. არსებობს ერთი ლიტერატურული ხასიათის გაზეთი, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და დღესაც გამოდის ლიტერატურული მესხეთის სახელწოდებით. 2016 წელს გამოცემულ ლიტერატურული მესხეთის მეორე ნომერში აღბეჭდილია მასალა, რომელიც ძველა მუსხის შესახებ საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის. მასალის ავტორია დღესაც მოქმედი სოფელი მუსხის მაცხოვრებლის, აწუყვე გარდაცვლილი პოეტისა და მოაზროვნის, ანტისაბჭოთა მოძრაობის მესხ ახალგაზრდათა კავშირის დამაარსებლის, პორფილე ოქრომელიძის შვილი ოთარ ოქრომელიძე. ავტორისეულ ცნობებიდან ვკითხულობთ, რომ დაახლოებით 250 წლის წინ, რაც მე-18 საუკუნის 60-იანი წლები გამოდის, ნასოფლარ ძველა მუსხში ქართლის სოფელ დისევიდან ამოსულა ვინმე გიორგი ოქროპირიძე. მას იმ პერიოდის მესხეთის ანუ ჩილდირის საფაშოს მმართველი ფაშისგან მიუღია დასახლების უფლება. აქ დასახლებულ გიორგი ოქროპირიძეს გვარი ოქრომელიძეც შეუცვლია. ნასოფლარის კვლავ სოფლად ქცევა და მისი გამოცოცხლება სწორედ რომ გიორგი ოქრომელიძესთან არის დაკავშირებული. მისი წამხედურობით აქ ხდება სხვა გვარის ხალხის ამოსვლაც და მცირე ხნის შემდეგ უკვე რამოდენიმე კომლიან სოფლად ქცეულ ძველა მუსხში ნაეკლესიარის ადგილზე შენდება დარბაზული ტიპის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი დასავლეთ კედლის უმაღლეს წერტილში დაშენებული სამრეკლოთი. ასევე არსებობს ცნობები სოფელში დასახლებულ სხვა გვარიშვილებზე. მათ შორის არიან ჯავახეთიდან, კერძოდ კი სოფელ გოკიოდან გადმოსული მუხი გულაშვილი, ოქრომელიძის მსგავსად ქართლიდან წამოსული აბაშიძე, სავარაუდოდ იქაურ ბატონყმობას გამოქცეული, რომელსაც ცოლად ჰყავდა ამავე მესხეთის მხარის სოფელ თოკის მაცხოვრებელი მაისურაძის ქალი, რაც შემდგომში მისი შთამომავლების გვარად იქცა. ასევე ძველა მუსხს უბრუნდებიან მისი ძველი მკვიდრები, რომლებიც ამავე ალაგის ზევით მყოფ ქურდოსანიდან ჩამოდიან და ამ მომენტიდან მათი გვარი ქურდაძე ხდება. გარდა ამ ოჯახების აქ იკრიბებიან კიდევ ისეთი მესხური გვარები, როგორიცაა მელიქიძე, ივანიძე და ინასარიძე.
დამალულას იგივე ძველი მუსხის, როგორც კიდევ ერთხელ აღორძინებული სოფლის არსებობამ გაგრძელება ჰპოვა მე-20 საუკუნის 44-იან წლებამდე. ვინც დაკარგული დიდებული მესხეთის სერიებს ადევნებთ თვალს, აუცილებლად გაგახსენდებათ ჩემს მიერ არაერთხელ ნახსენები 1954 წელს საბჭოთა ხელისუფლების მიერ განხორციელებული გადასახლება, რომელიც უშუალოდ შეეხო მესხეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ თათრებს და მათთან ერთად მაჰმადის რჯულზე შემდგარ ეთნიკურად ქართველებს. გადასახლების პროცესების დასრულების შემდგომ ძველი მუსხის მაცხოვრებელთა ჩამოსვლა ხდება შედარებით ბარში. ჩემს მიერ სიუჟეტის დასაწყისში დასახელებულ მდინარე ურავლის მარჯვენა ნაპირთან, რომელიც დღესაც სოფელი მუსხის სახელით არის ცნობილი. კონკრეტულად სოფელ მუსხს, მის ისტორიას და გადახდენილ ამბებს სხვა დროს დაკარგული დიდებული მესხეთის სამომავლო სერიებში იხილავთ და მოისმენთ. ხოლო დღევანდელი სიუჟეტის დასასრულს მინდა იმ ამბის თხრობით დაგემშვიდობოთ, რომელიც ზემოთ ხსენებული პოეტისა და მოაზროვნის პორფილე ოქრომელიძის მეშვეობით შემოინახა. ძველ მუსხს თავს დასხმოვან თურქები. ის ზიზღი, რომელიც ოსმალებს ქრისტიანი ქართველების მიმართ გააჩნდათ, ძირითადად გამოიხატებოდა იმ არაადამიანური წამების ფორმებში, რაც მათ მოძალადე ფსიქიკაში მწიფდებოდა. ამ კონკრეტული შემთხვევისას მათ ძველი მუსხის ახალგაზრდობა სოფლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეუყრიათ, კარი გადაუკეტიათ და მათი საოცარშივე გამოწვა გადაუწყვეტიათ. ამ არაადამიანურ ქმედებათა სამზადისისას ვინმე მუსხელს მოუხერხებია მალულად გაქცევა მეზობელ სოფელ ურაველში და ეს ამბავი კაცისთვის სახელად ნაჯიბასათვის უთქვამს. ნაჯიბა, რჯულშეცვლილი, როგორც მესხეთში იტყოდნენ, გათათრებული ქართველი ყოფილა და სწორედ მისი ჩარევით აუღიათ ხელი თურქებს იმ არაადამიანურ ჩანაფიქრზე, რის სისრულეში მოყვანასაც აპირებდნენ. ნაჯიბ პაპა, როგორც პორფილე ოქრომელიძე მის მონათხრობში ახსენებს, მისი დედის მამის, ალექსი მაისურაძის მეგობარი ყოფილა. ოსმალთა ძველ მუსხში ამმარბიელი შემოსევის სახსოვრად დღესაც შერჩენია წმინდა გიორგის სალოცავის ზარს თურქთა თოფიდან ნასროლი ნატყვი არის კვალი. დღევანდელი სერიაც ნასოფლარ მუსხის შესახებ დასასრულს მიუახლოვდა, რაც ნიშნავს იმას, რომ დრო მოვიდა დამშვიდობების, რა თქმა უნდა მომდევნო უკვე 30-ე სერიამდე და ტრადიციულად ვისაც არ გაქვთ არხი გამოწერილი და მოგწონთ ჩემს მიერ შემოთავაზებული სიუჟეტები მესხეთის შესახებ, გამოიწერეთ დიდებული მესხეთის არხი და ერთად უყუროთ მთელი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, სერიებს დაკარგული დიდებული მესხეთის შესახებ. დროებით